აბა ჩაუჯდეთ ვიეს უნდა გამეხადა ხა შორინას დავასწრებ კომენტარის დაწერას ჯერ გაგეხადა და ისე ბოსულიყავი დაიცა ჯერ თმები შეკორა დავიწყო ნერვოზი მგავიჩინა არ მინდა რა ეს და ხამი გავიჩნდა ჰა რა გამოჩნდა გამარჯობათ დილა მშვიდობისასაც ვერ გეტყვით და ვერც ესა შუადღე მშვიდი ნუ შუადღე გამოდის 3-ია დაწყებული ეხა მეტყოთ აქამდე სად იყავიო და მაგისთვის მოველი სად ვიყავი კითხეთ აი მე გამითავდა ესე იგი უნდა ვიყიდო და იცი როგორ მიხეს ვაზელინი და გლიცერინი და ესე ძალიან ხო და გლიცერინი აფთიაქში ვიყიდი ხო და იმასაც ვიხმარ ხოლმე ერთმანეთს შეაურიაო მაგარიაო და ხელის კრემები მაქვს საყიდელი იმიტომ რომ ამ ბოლო პერიოდში როგორც რა ვიცი რას მე ყველაზე ხშირად ამასავ ხმარობ აი საიდანა მაქვერო ხდები აი ეს ნაფხაჭნი ისეთი ზომით არის ერთმანეთის მიყოლებით რომ თქვენი აზრით რამდან მხაჭდა ფისო ესე იგი დილას ავდექი ისეთ სხვათა შორის ისა წუხელ ვაპირებდი გამეკეთებინა პამიდურის ჩახოხბილი და 9 საათზე ჩავედი გამოვიტანე პამიდურები ზამთრისთვის რო ვაკეთებ ხოლმე კვერცხი ხახვი ყველაფერი გავამზადე ესე ატრიბუტები და მე ვიფიქრე რომ ამ შუაღამისას ეს დაბანილი ისე ვაყროლდი ხახვის სუნად და რაღაცა აბა ხა ტრიალდი და ამოვედი ისე არ გავაკეთე ანუ მაინც დილისთვის უნდა გამეკეთებინა ორჩი მოკლედ ერთ სიტყვით არ გავაკეთე ეგ პამიდურის რამე რომ ბარბარი ჩადგიეკა რა ხო და დილას გავაკეთე მეთქი ამას მოვრჩები და მე ყავას დავდგავ და ყავაზე მივარ მეთქი გაკეთების დროს ნახე რომ ყავა არ აქვს მანანა კარგი მე ჩემს თავში დავგეგმე ეხლა ამას გავაკეთებ დავასხავ სანამ ნინო შეჭამს და გაუგრილდება უბრალოდ შეჭამს გავუშვებ მაიასა და მოვატაინებ ყავას ამ ფიქრებში ვიყავი და მოვიდა ბიძინა თან ვფიქრობდი რომ ისა რა გავაკეთო მეთქი საჭმელი რომ ხვალიდან ამუშავებ მე და ისე იყოს რომ დღესაც ხვალეც იყოს საჭმელი რომ სანამ ხვალე სამსახურიდან მოვალ და ზეგისთვის დავიწყებ ფიქრს რაღაცა განაწილდეს კაი ეს ჩახოხბილი ხო ლაშამის დადგა მიჩინა კარტოფილები ჩაუყარი ისე რომ დღეს გვაქვს საჭმელი და თან ვფიქრობდი რომ კიდე რა გავაკეთო მეთქი და მოვიდა ბიძინა ჩემ მამამთი მოიტანა ყავა შენ кайხარ მე უთხარი ეხლავე ყავას მოგიდუღებ და მოიტანა ესა გუფთა შენ ხო გიყავს გუფთა მოიტანა გუფთა და ხვალის კერძიც გადამიწყვიტა სხვა რაღაცებზეც მეფიქრე იმებსაც ხო მოვიტანა სხვა რაღაცებიც გამეფიქრებინა ანუ საჭმელს ფიქრობდი კაცმა მოიტანა ყავას ფიქრობდი კაცმა მოიტანა რაღაცა სხვაზეც გეფიქრა რა ვიცი კაფეტების მოვიტანა ნამწყვეტია რა ესე ხო და ეს იქ გასაშვები კაცი არ არის ხელიდან მაგრამ წავიდა ნინო წავიდა ახალგაზრდულ ცენტრში რაღაცა ფსიქოლოგიური რაღაცა ტარდება ტრენინგივით რა მოკლედ არ ვიცი ეგ გოგო ჩვენს გვიტარებდა ხოლმე მე-11 კლასში და ძალიან მაგარი იყო ხოლმე ისე მიყვარდა 4 შაბათზე პარასკევი გაკვეთილებს მე რო რჩებოდით ხოლმე და ნინოს ვუთხარი რომ მეთქი ძალიან მოგეწონება და ლაშამ დაარეგისტრირა და წავიდა 2 საათზე იქნა ყოფილიყო ეგ ეს ფსიქოლოგიური რაღაცა ხო არ არის მამასაც გაიცნო მამასაც გავიცანი შვილ მამას სკოლაში გავიდე ვიცი და სკოლაში ხო და ისიც რჩებოდა ხოლმე და ისიც რო რჩებოდა მეც რჩებოდა მაგით რჩებოდი შენ არა მთელი კლასი მთელი ახალი სკოლა და მე-11 კლასის ორი სკოლის მე-11 კლასის სურვილის და მიხედვით ვისაც უნდა და იქ რჩებოდით და ზუსტად იქიდან ვიცნობ მე ჯერ ისედაც ჩემი ბიძაშვილი იყო იმ ჩემი ტოლი ოღონდ მეორე სკოლაში და ვიცნობდი თავისა და ქალოს და ჩქარა გაგდია ის ძაღლი ერთი ამას უყურე შეღამაკლი ხარ დროზე მიდი მე აღარ ვიცი რითი გამოვკვებო ჩემი საძაღლეთი და საკატეთი და ეხლა სხვა მომივიდა გააჩინე ბავშვები და მომიყვადე ბარი და დამიტოვე კარებით არა კოკი
ხო და აი მაგიტო დამაგვია და მეთქი. მე ესანა ვიჭურავეთ. დედამთილს წამოწდა. იმან ცოლის დარდები მომიყვა და მე კიდე დედამთილის. ხო და ეგრე. გატყუებთ. არა შეიძლება დაიჯერეს. აი ეგრე. გავლაკენა ხატი ხალხნორა ლამაზი გამოვიდა. ფიქრობდი რომ ხავიღებ მე ტელეფონს და გალაკვის პროცესს გადავიღებ, რომ რამდენად სხვანაირი ხდება, მაგრამ ხელებზე რომ დავიხედე, სულაკიანი ვიყავი და მივხვდი რომ ტელეფონს აღარ მაშევხებოდი მაგით და მეზარა მე წმენდა ხეხვისა ძალიან იკრავს ხოლმე ტელეფონის ბუდე ამ რაღაცებს. ბარბარე გასწიე სიცხი და ტელეფონი. მე გულია მომვარდა რა ჩქარჩქარა ვიგაგანი. ხო და ეგრე, ეხლა შეკვეთები აღარ მაქვს არაფერი. თუმცა ბევრმა მომწერა და აინტერესებდათ ფასი და აინტერესებდათ რამდენ ხანში გავაკეთებდი ამ ყველაფერს. ესე იგი, ფასი, ეგ ქვების გოგოები, ეგ ზომა, ღირდა კი არა და ღირს 200 ლარი. ხო და შორენამაც მომწერა წინაზეო რომ იმაში შვებოდიო, ყიდდიო, ფიქრობდი რომ როგორ ძალიან იაფად ყიდი, 50 ლარა თუ ყიდი სინამდვილეში, მაგრამ ის იყო 4 და 5 ჯერ პატარა მაღაზია. ანუ ეგ 60 სანტიმეტრია 32-ზე თუ 33-ზე. ხო და უფრო მეტი შრომა, უფრო მეტი მასალა და უფრო მეტი დრო და უფრო მეტი ენერგია და უფრო მეტი და უფრო მეტად საინტერესოა თან. ხო და ის 50 ღირდა, ეს 200 ლარი ღირს. და შეკვეთიდან ამამინდების გათვალისწინებით ეხა გუშინ წინ გავლაკე ისინი. ხო წარმოვიდგინეთ დღეს არის მესამე დღე. არის მშრალი, მაგრამ აი ეს ხელს რო ადებ, ანუ ვერ შეფუთავ რა, იმიტომ რომ შეიძლება რაშიც შეფუთო ის მიიკრას. არ იკრავს, მაგრამ მაინც შეიძლება რომ რაღაცა პატარა დეტალებზე მიიკრას. ამიტომ სადღაც ამ ამინდების გათვალისწინებით 3-4 დღე მარტო უნდა ლაკის შრობას. და პლუს დაახლოებით 1-3 დღე დამზადებ. ანუ სრული 1 კვირა მჭირდება, რომ ეგ 1 ნივთი დავამზადო. რა თქმა უნდა, უფრო ის იქნება დროის მიხედვით როგორ იმასო, 2 ერთად რო გავაკეთო, ეგეც შეიძლება. ხო და შეკვეთიდან რამდენ ხანში ჩაბარდებაო? მაქსიმუმ 1 კვირაში. 6-7 დღე მჭირდება რა, რომ თავიდან ბოლომდე დავამთავრო და გავაკეთო. ხო, კიდე რა. ხო, წეგან დავრეკე ნინოსთან, ვისთანაც მუშაობდი, მაინტერესებდა სად უნდა მეყიდა ესა. მონეტა შოკოლადებიზე რო გითხარით, ხო იცი რაღაცას ვაპირებ მე. იმიტომ რომ ახსოვს რომ ვარკეთილში მიდიოდა სრულიად მაგის მასალების საყიდლად რა და აქ რო ეგ ელემენტარული ცოტა ვიყიდო, სიტყვაზე ერთი მუჭას რო ვიყიდო რა ისე. საცდელად. მართლა ძალიან ძვირი დღეს აქვს სოფელში რო იყიდო ეგა და მაინც უნდა წავიდე იქ ვარკეთილში, მაინც რაღაცა ეს ნახატები ხომ უნდა ჩავიტანო და ჩავაბარო პატრონებს და გავივლი და ვიყიდი. ოღონდ მითხრა რომ ესაო სვანების ბაზარი არის ვარკეთილში, სვანების ბაზრობაო. ხო, ოღონდ მეტროდანო შორს არისო, ფეხით ვერ წახვალო, რაღაცა გინდაო. ნუ რაღაცას გავყვები, მაგრამ დავგუგლე და მართლა იცი რა კაიშორს, ვფიქრობ ეხლა რა ავტობუსში გადაიხადე კიდესა. ფული. ფეხით ახვალე. მაგრამ ისა, კაიშორს არის. ასე რომ მაინც მომიწევს რაღაცით წასვლა. თან მინდა ვიყიდო ეგ ანუ ეგ რაც მან ღირს, მაღაზიებში 2 მაქსელები ღირს და შეიძლება მეტიც ეგ. მაგას ვიყიდი. თეთრიც უნდა ვიყიდო ეგ. უნდა ვიყიდო კანდულინი. კანდულინი ვინც არის ის, არის ფხვნილი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი, როგორც აი ფქვილია ისეთი რა, საჭმელის აღებავია, უბრალოდ არის მშრალი. შრალად. და მაგებს ვიყენებდით ხოლმე სპირტით იხატება, ანუ ხო არის რომ აი წყალში ჩააწოდა წყლით, აი მაგალითად ოქროსფერი კანტი ან რაღაცა, აბა სპირტთან ერთად იხატებოდა მარციპანზე და ფიგურებზე და რაღაცა. ეგეც მინდა. ვერცხლისფერსა და ოქროსფერსაც ვიყიდი, სხვათა შორის ეგ ძალიან ძვირი ღირს და სავარაუდოდ ვიყიდი თითო კოვს.
და კიდე რა მინდა? თეთრი შოკოლადი და შესაბამისად ცოტ-ცოტას ვიყიდი იმას. საღებავებს. საკვებს საღებავებს, გუაშის მეტი რა მაქვს. ალბათ წითელს. არ ვიცი. ხო და ეგ იმისთვის რაღაცის გაკეთებას ვაპირებ მეთქი. რაღაცის ცდილობას მეთქი და თემუდანაც თან სავარაუდოდ ერთდროულად მეც მოვიტანე და თემურადანაც მოვა, იმიტომ რომ წეღან ტრეკინგის განახლება ვნახე უფრო სწორად იმისი და ჩემი შეკვეთილი ნივთების და უკვე აეროპორტშია და გამბაჟებას გადისო და აწი გამოწი ერთ კვირაში მოვა. დიდად არ ველოდები ხოლმე ამ კომპანიას, რომელსაც მოვაყობე, ძალიან მოღოღინობს ხოლმე, რა ვიცი, ტივით მოდის და ამიტომ აღარ შევდივარ ხოლმე და აღარცა ვნახულობ. და გავაკეთოთ ეგეც. სულ არ გამოვიდეს რა ხანცა თქვი უნდა გავაკეთოთ. ხო, ის მომდის კიდე შესაფუთი ქაღალდები და ვარ მახსოვს. თქვი ახლა ვარ. არა, მაინც ხო უნდა უთხრა. არა, რაღაცას ვაკეთებ რა, მე ხო თქვენოთ არ ვაკეთებ, აი მე რა ძალიან ჩამიბნელებია ეს ტელეფონი. ხო, არა ეხლა უნდა დავხედო რომ ეს უნდა გავანათო ხო და საიდან რო გავანათო. ხჩები. აი, იპოვე? არა. ერთად. სად არის? აი სიბნელეში შუქი მქონია ბოლომდე ჩაწეული. ამ ტელეფონშიც მაქვს მე მგონი თემურა. უნდა ვნახო ჩემი შეკვეთებიდან შესაფუთი ქაღალდები თუ ჩამოვიდა. კი რა და რეებია. თქვენი შეკვეთები. ერთი ცალი რაღაცა არის. ერთი რა? აი მე 40 ცალი რაღაცა შესაფუთი ქაღალდი. მე მაქვს მე მგონი არჩეული, რა ვიცი. აი ესეთი რაღაც. ნუდისტური ფერი რა არის? ნუდისტური ფერი, აი ეს რაღაცა სპილოსულის ფერზე აწერია ნუდისტური ფერი. საოცრი. ხო და გამოვიწერე პლასმასის ჭხირი. ოი, პლასმასი კი არა, ხის ჭხირები. ცოტა გრძელები რო ხო იცით? ხო და რაღაცა იყო რა და შევედი შევკვეთე მეთქი რაღაცა ღირდა სიტყვაზე ეხლა ვიგეტყვით რა ფასი ღირდა. 15 თუ რაღაცა ლარი იყო მეთქი ეს წვირი არის. ხო და ადექი და თან რაოდენობა ცოტა იყო და უფრო მეტი წვირი და მე შემხვდა რომ აი აბუეტი რო ხარ, უფრო მეტი რაოდენობა და იაფი, ვიპოვე მეთქი და კი არ დავაკვირდი. 1500 ცალი კვირის ჭხირი ჩამოვდის ხალხო, ამოდენა კბილების თუ არა მაქვს, რამოდენა ხანი ვიყო. ჭხირებია? ხო, 1500 ცალი. არა, ხედავდი, რატოა? ანუ ვიზუალურად კი არ დავაკვირდი რომ ის იმ დიდებს ხო ერთი მხარე ის აქვს და მე მხარე წვრილი. ხო და ის შევუკვეთე. არ შემკვეთი ჩავაგდე კალათაში, უნდა შემეკვეთა და უცბად თვალი მოვკარი რომ უფრო იაფიხის 1500 ცალია, სიტყვაზე 80 ცალის მაგივრად და აი გველაძუები როგორ იაფატყიდიან და მე როგორ ძვირად მეთქი და ის ამოვაგდე კალათიდან, ეს ჩავაგდე და რო შევუკვეთე, დავხედე და კბილის ჭხირები ხარ. ხო და ხა იქ რო წავალ მე, ისინიც ნო ვეყიდო. იმიტომ აი ჩემ არცალმა დამირეკა წინაზე სოფლი. აუ ძალიან ფათარიო PlayStation. აი რაღაცა მსგავსი მე მირეკა კითილია გაშრა ხალხო. ეგ არისო 35-36 ლარი ღირსო და ვიყიდო და არც მე მეუთხარი ესეთი ძალიან იაფი ესეთი ტექნიკა, ცოტა საეჭუა მეთქი, იმიტომ რომ ისეთი ფასები ღირს და თან ტექნიკაებს მეთქი, მაგაზე არ ვყიდულობ. აი ესეთი ხარახურა რაღაცეებისთვის ძალიან კაია მეთქი რა. ანუ ის 40 და 45 და მაგნელარიანი არაფერი არ შემიკვეთე, ერთადერთი ბოტები შევუკვეთე, რაც მათვია ხოლმე და ფიქრობდი რომ ეხლა რა ჩამოვა მეთქი და თან მაგრად ნერვიულობდი, ეხლა 45 ლარი თუ 30 ლარიც იყოს, არ არის ერთი თანხა რომ ჩადო და გაიქნიო. გამიმართლა და ძალიან კარგი ჩამოვიდა და რაღაცა რა და მოკლედ შევუკვეთე. იმით ვარ რომ და შეხვიდე და შეიძლება ეხლა მაგალითად მე რო ეხლა კბილის ჭხირები შევუკვეთე
შევიდე და აღწერაში ეწეროს ისე ვამბობ სიტყვაზე, რომ კბილის ჭხირების ჩასადები პარკებია, რაღაცა ეგეთი. უბრალოდ სურათში მასია. ანუ რაღაცა რო არის, უნდა დახედო იქ აღწერას წერია რა არის. ეგა ველოსიპედებს აწერია 14-15 ლარი და რომ ჩამოხსნი აღწერებს წერია რომ ველოსიპედის კამი, ველოსიპედის რაღაცა გადასაკრავი ან თუ არ წაიკითხე, გონია რომ არ იქა 15 ლარად ველოსიპედს ვიყიდე. ხო და ეგე დავემართა პირველად თემუს აპლიკაცია რომ გადმოწერე, ჩემი სუსტი წერტილია ველოსიპედი. ხო, ამას ჯერ იმას მოვჩები და მე აქ მოვალე. მოკლედ შეუკვეთეს და ელოდებოდნენ მთელი ოჯახი. ჩამოვიდა. აბა რა ჩამოვიდა? PlayStation-ს ეკრანზე და რაღაცაზე დასაკრავი, დასაწებებელი სტიკერები, ეკრანის დამცავები, ესენი, ქვეყანა აქ ეხლა. ხო და ეხლა მე რო თემ გადმოვწერე, თემ გადმომაწერინა, ესეთი აპლიკაციაო. მე ზოგადად გამოწერებზე ცოტა ისე ვიყავი რა, რომ თან რო ხო იცი რომ ხვდება იქ რა შეუკვეთე რა ჩამოვიდა და მეთქი მაგაში არ მოვყვე მეცა და არ ვიწერდი ხოლმე ეგეთ რაღაცებს რა და ვუფრთხოდი ერთი სიტყვა. ხო და თეომ ისეთიო კაი რაღაცაო ჩამომივიდა რაღაცა კიდე გამოვიწია ესეთი აპლიკაციაო და შევძვერი მეც მაგ აპლიკაციაში და პირველი რაღაცა ჩემი სუსტი წერტილი ველოსიპედები უგავობეწე ველოსიპედი უგავომეწერე. ჩამოვიდა 10 ლარი 15 ლარი 20 ლარი. ვაიმე ვიფიქრი ავშედი ახლა ველოსიპედებს დავყრი ყველა ოჯახის ყველა წევრზე. ესე იგი კი არ დავაკვირდი, არ მიყიდია. ველოსიპედები იყო ჩვეულებრივ გავდა დიდ ველოსიპედებს და რაღაცა, უბრალოდ იყო სუვენირები, აი. ხელზე რომ დააყენე. ეგეთი რაღაცა უნდა. ეს ისე ვარ ველოსიპედზე ატეხილი რომ მე მგონი ერთხელ ვიყიდი. მივალ მაგამდეც. ერთხელცი გახსოვს რა მინდოდა. ძალიან ძვირიჯდებოდა, აი, გამოწერა იმდენად აი სიტუაციაზე რა ჩინეთიდან და ანიმიდან როგორც ახლა მანქანებს იწერენ, გამოგეწერა. იმაზე იაფიღირს. მაგრამ მე გამბაჟების და რაღაც მოკლედ რაღაცა არ ტყავდა იმაში რა და ისიც არ ვიცი რომ აი იყიდებოდეს მაგალითად თბილისში რაღაცა ეგეთი მიხვიდე და იყიდო. ანუ ველოსიპედზე რო ზიხარ, თან სამბორბლიანი არის ესეთი კი არ არის. უბრალოდ იცი როგორ არის? წინ ერთი ბორბალი და რაღაცნაირად მოკლედ უკან ერთი სკამი აქ ჩასაჯდომი ცალკე რა, ეთქი ჩააგდენინო და წაიყვანე სკოლაში. ანუ მეორეს მენას რა ვწოლობდი ხო. მე და წარმოვიდგინე რომ მივდივარ ამ ველოსიპედით და ხალხი რო ხვდება, ნუ სოფელში ყველასაც ცნობს და რა ვიცი, ძალიან იშვიათობა უნდა იყოს, რომ ვიღაცას არ იცნობდე, თუმცა ძალიან დიდი სოფელია და შეხვდებიან მანქანები. მარშრუტკა რო დაგინახავს რა, აი სასირცხილო რა რაღაცა ემათიათ კალს უგაგიჟებულო ვიტყოდნენ, მაგრამ გეფცები მართლა გავაკეთებ, ველოსიპედი რომ ავდეს. ანუ იცი რა კარგი იყო პანდემიის დროს, გახსოვთ მანქანა ბარბარე მუსიკები ისმის რა და ხო იცი ეს YouTube-ის ამბავი. პანდემიის დროს გახსოვთ ორი კვირა თუ რაღაცა აღდგომის პერიოდი იყო, მანქანები რო გააჩერეს, საერთოდ რო გაჩერდა ყველაფერი. მაშინ დავინახეთ რამდენ ადამიანს ყოლია ცხენით მოძრაობდა ხალხი. იცი რა მაგარი იყო? და ველოსიპედები, დიდი ზრდასრული ქალი არ მინახა, სინამდვილეში მართლა არ მინახია, კაცები დადიოდნენ ველოსიპედებით. ხო და ქვემოთ უბანაში არიან გოგოები, რომლებიც ისხდრენ ხოლმე რა და ძალიან მომწონდა, ძალიან მიხაროდა და იმიტომ რომ რაღაცა სტერეოტიპივით არის თუ რაღაცნაირად რომ რაღაცა როგორ შეიძლება. არა და ყველაზე მაგარი ტრანსპორტი. ჯერ ის რომ ჯანმრთელობისთვის ძალიან მაგარია, მერე ის რომ გარემოს არ აბინძურებ და საცობში არ იდგები, გამოძვერი წახვალ. მართლა ვამ. ძალიან მაგარია. აი რომ ჩავიქროლებ, ნეტარი და ვინმე მათქოს ეს გაგიჟებულა. რომ ჩავიქროლებ. სამსახურში მაგითვივლი, ძვირფასად. უბრალოდ ისა ძაღლი რომ გამოგეკიდება ქვემოთ სოფელში იმდენი ძაღლები არის სოფელში შემოსასვლელში თქვენ არ ახეთ რადიო 5 წუთში იგვიქნები. რაზია საპაზორო არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ ძირითადად ესეთი თემაა რა. ავაკ ერთი ფეხსაცმელები მომწონს სინამდვილეში. საზაფხულო ფეხსაცმელები. ხო და სურათები და რაღაცა რო ძვირი არ არის, სხვათა შორის 15 ლარი ღირს. მაგრამ
ეხა აღარ შემხდება. მე ვამოწმებ ხოლმე კიდე იმას ისინი როა ანუ მაგალითად მე რო ჩამოვიტანო და გამოვიწერო რამე და რო ჩამომივა სურათი დაურთო რა იმას თან კომენტარს და თან რაღაცა იმებს რა ქვია რეზინის ისინი როა მეც რო ვიყიდე კროქსები ხო ხო და ანუ ჩამოსული სურათები რო ვნახე მართლა ძალიან მომეწონა რატო? ანუ ვიცი როგორებია? ეხა მე ხო ვიყიდე და იმის მერე არ მიხმარია სინამდვილეში თურქეთში რო ვიყავით, მაშინ მეცვა და ძალიან კარგად ვიარე მაგით. იმის მერე შევინახე, რომ თუ რაღაცა და სადღაცა სწავალ, აი ელემენტარული ავტობუსში რო ზიხარ, აი როცა ესე დიდ გზაზე მიდიხართ, ეს გაცვია ძალიან კომფორტულია ფეხისთვის რა. ივანესაც ეგეთები ვიყიდე შავები. უბრალოდ მე ივანებს სახში იხმარა ზაფხულში და ვეხავ აღარ ნახე. მოკლედ, კაი რაღაცეებია რა. ოღონ არ ეტყობა რომ კროქსი არის, მე რასაც ვამბობ. იმდენად ფეხზე, აი როგორც ბოტასი, ოღონდ რეზინია. ოღონ ამოღებულები ის არა რომ ფეხი ჩაგიხურდეს და რაღაც. აი დაიცა. ეს არის? ამდაგვარები. არა ეს. მე ასაყურებში შევედი. ხო, ამ ბოლო ხანებში ეს თემუ ცოტა ისაქნა გახდოთ ადრე, ალბათ თქვენც ხვდებოდათ თემუს unboxing-ი, სინამდვილეში მე ძალიან მიყვარდა ხოლმე მაგის ყურება და ეხლა მე რო ჩამომივა დიდად unboxing-ი არ იქნება, იმიტომ რომ არ არის ბევრი ნივთი. არ არის. არა უშავ კაცო ვიხდი. ნახე რა მაგარი რაღაცები. ეხლა ეს არ არის რეზინი 55 ლარი. აი მე ხა ხომ სადღაცა სიყო რა და ეს სიტყვით. მოვიგიჟიანე თავი იყიდი მე. იმ ნივთს ვათვალიერებ ხოლმე და ისევ 200 რაღაც აღირს. როგორც კი 115-მდე თუ ჩამოვიდა, რამის არის წავიდე და ბაზრობაზე ვიყიდო მასალა. და გავაკეთო. მაგდენი არც დამიჯდება. ბუბკა უნდა იყიდო და ეს ფუმფულა ნაჭერი. მიხდნე. არ მიხდები. იცი რა მაგ წარმოდგენილი? აი თქვა და თურქეთში რო წახვალ და მაგით რო გავეძრო. თან ესე ხო? თქვენ მე გეტყვით. აი რაღაცა სიტუაცია რო ან ცეკვების რაღაცა და იმ მომენტში ეხა მე ისედაც მიხვდებიან, მაგრამ იმ მომენტში ვერ მიხვდებიან ვინ არის იქ. და ჩაისვა ხალათს რო გაიძრობ და ანუ ხალათით უნდა გამოხვიდე და პოლოს რო გაიძრო და უკან გეწერებ. გეფცები ერთი რაღაცა გაკვიატებული. მე რო ეს არ გავაკეთო, ისი არ მოვკვდები. ეს უნდა გავაკეთო, რამდენი წელსაც არ უნდა ვიყო, უნდა გავაკეთოთ და ეს დაიმახსოვრეთ. თქვენ დაიმახსოვრეთ. ან სადმე თურქეთში რო წავალთ, აი ხა ცეკვისთვის ავარაუდოთ, შეიძლება ბარბარე წავიდეს და ივანე მერე სადღაცას არ ვიცი რომელ ქვეყანაში. ბარბარე თუ წავიდა, მეც მივდივარ უეჭველი, მაგრამ აი თუ ბარბარის ჯგუფი არ წავიდა და ივანესი წავიდა, იქ მე მგონი მშობლები ვერ მიდიან ხოლმე, ანუ ბავშვებს ზია გათვლილი მოწვევა და თუ აქ ვერ წავიდა ბარბარე და არ გამოვიდა ეგ ჯგუფი, მინდა რომ ბარბარეც გაუშვა და ვეტყვი რომ იმ ჯგუფს გააყოლოს ბარბარეც, რომ ერთხელ ბარბარეც იყოს საზღვარს იქით გასული და თუ მე თურქეთში წავედი მე და ბარბარე, ესე იგი იქ რაღაცა უნდა გავაკეთო, ისი არ არსებობს რაღაცა და ეს სიტყვები დაიმახსოვრეთ თქვენ, აი მაშინ რო ამბობდიო, ეს ის სიტყვებიაო და რამდენიმე თვის წინ მე ერთი რაღაცაც გითხარით თვეების წინ, რომ ერთადერთი ოცნება მაქვს, რომელიც შეიძლება რომ განვახორციელო, უბრალოდ რაღაცა მჭირდება რა და აი მაგ რაღაცას ვეჯაჯგურებ და ეგ ოცნება უნდა ავისრულო, სულ 80 წლისა ვიყო და კარგად დაიმახსოვრეთ ეს სიტყვები. წარმოვიდგინეთ, თუ წავედით თურქეთში და იქ ვართ რა, ხო და ჩვენი კონცერტის დროს ვერ იზავი ბოლოში რო იდეო. ბოლოს კი ხო რაღაცა ეგეთი. და შენ რო გამო. ხო დაი, წარმოიდგინე როგორ ის იქნება. ხო მარტო შენ გეცოდინება რა და ნუ თქვენ მერე ვიდეოს რო დავდებთ, თქვენც ნახავთ რა თქმა უნდა. ჯარულის ვაიკით, თან ვერავინ ვიხდე. ძალიან მაგარი. აი
თვალხილულად ხედავ მაგ პროცესს და მე რო ეგ არ გავაკეთო, აი არ არსებობს გავგიჟდები, რამდენი წელსაც არ უნდა ვიყო. აი სურო აი იცი რა არის? რაღაცა როცა გააქვს იდეაში და განხორციელება შეიძლება, ძალიან აღარ გავწელო ვიდეოს. შეგიძლია რაღაცა გააკეთო, განახორციელო, თან ეს რო შიგნიდან გჭირდება და გინდა და აი უბრალოდ ის ემოცია მიიღო, ეს უნდა გააკეთო. იმიტომ რომ მე რო იქნები 80 წლისა და ღმერთმა დიდხანს 20 წელს ყველა ყოველთვის გვექნება გულში იმათ სანანებლად ეს უნდა გამეკეთებინა და რატო არ გავაკეთებ. ხო და აი ყველაფერს ვაკეთებ. რისი გაკეთებაც შეიძლება და რისი გაკეთებაც არ შეიძლება. ყველაფერს ვაკეთებ, რომ წლები რო გავა, არასოდეს არაფერზე არ დამწყდეს გული, რომ აი ეს შემეძლო გამეკეთებინა, მაგრამ არ გავაკეთე იცი რის გამო, აუ სირცხვილი, აუ საერთოდ არ მესირცხვილება პირიქით, რაც შეიძლება რომ გამხიარულო, ძალიან მაგარ მოგონებად დატოვო, ემოცია შეიტანო, თან აი მე მიყვარს აი ბოულოდნელი ეფექტი მიყვარს ხოლმე და აი ამას რო წარმოვიდგენ და იქ რა სიტუაციაც რა სირცხვილი რა სულაც გიჟის პერანგი რო ჩამოწონ მე მაგას გავაკეთებ და მაგას ნახავ აუცილებლად არა მე აქაც არის კონცერტებზე მაგ ის იქნება ხოლმე თილისმა ძალიან მაგარი წავარ სანამ გავგიჟდები ხალხო ეხლა სხვა შორის საქმეები მაგ თორსასურტი ჯერ არ ჩაბირთია მე მეზარება თქვენ გაიყო წავედი აბა ჰე და აბა ხო მოკლედ რაღაც გეგმები მაქვს და რა თქმა უნდა ხო უთქვენოთ არ ჩაივლის ჯერ ველოდები თუ დაიაფდა ის ნივთი რასაც მე ველოდები ეხა ღირს ეხა გეტყვით რაც ღირს მე ანგარიშზე არ ეს ნივთი იყო იაფი და ვფიქრობდი რომ ერთი კვირის მანძილზე იყო იაფი და ვფიქრობდი რომ მანანა იყიდე მაგრამ ერთი კვირის მერე უნდა დამრიცხო და YouTube-ის ხელფასი და ხელზე კი მქონდა თანხა და მეთქი ეს აი დამეზარა რომ ჩავსულიყავი ბანკომატთან აქ ქვემოთ და შემეტანა ჩემს ანგარიშზე რომ მე მომეხდინა თემუზე ამის ყიდვის სიტუაცია რა და მე ვიფიქრე ხა რადგან ფასდაკლება მეთქი ერთი კვირაც ხო იქნება ან მერეც ხო იქნება რომ ჩამერიცხება YouTube-ის ხელფასი და აუცილებლად ვიყიდი მეთქი მაგრამ ეხლა ღირს 230-დან 280 ლარამდე მერყეობს და მაშინ იყო 100 ლარი ხალხო ისეთი იაფი და ვამოწმებ უკვე აი დღეებია კვირებია ვამოწმებ ერთი და იგივე ფასი განა არ იყიდი მაგრამ რო შეიძლება რომ იაფათა ნახო ამ ხელა თანხას ვერ გადავიხდი თან ფიქრობ ნეტა მეთქი ბარბარე ისეთი ჩამოვა ნახე როგორია ჩამოსული ერთისა ბარბარე ნახე დებილობაა ხო და ეს ერთისაც თვლათ რაღაცნაირი ხო და რამის არის წავიდე და ვიყიდო მასალა ამას არაფერი არ უნდა მე მგონი მაგდონემდეც მივა ანუ იმ სურათს არ შეესაბამება ხო შენი ჩეკერ ფასდაკლება არ არის და ერთ დღისით და ინტერნეტის რო ჩართო ჰა ინტერნეტის გავთიშო ყველაფერი ხალხი ტელევიზორი გამეთიშია ჩაი ირთვება ხო წავედი ხადექი მანალადექი გააკეთე რაღაცები სამძიმარზე უნდა წავიდე დღეს ღვაზიანზე ჩემ თანამშრომლის მამა დაიღუპა სამწუხაროდ და ეხლა ველოდები წუთი დარეკვას და როგორც კი დაბირეკავ უნდა ჩავიცვი და გავიქცე და მაგ დროისთვის მოვასწრო რა ეს ელემენტარული რამე და სამსახურის წასწრელი არ გამირეცხია ვაიმე რა გააშრობს იბას კიდე კაი ყველა არ წამოვიღე ერთი ქვეშთაზის ჰუდი ის წამოვიღე როლინგივით ზედა წამოვიღე და შარვალი სამი რაღაცა გავაშრობ რა უნდა გაცო იმას წავედი აბა ჰე და აბა ხო კარგად იყავით უი ის ნომენახებინა ვიცა არ მინდა ხალათ ისე ჩავალ განახებთ გოგოს მე ხო დაგპირდით უნდა განახოთ მეთქი და ეხა უბრალოდ განათება არ არის ესეთი მე იქნებ ხოლმე კაი ამიდი გამოვიდეს და Facebook-ისთვის გადავიღებ მე სურათს კი დაყიდულია ეგ ნივთი უკვე და ეგ ნამუშევარი მაგრამ ხო მაინც უნდა დავდო იმიტომ რომ არ დამედია თვალები გაგიწმინდოთ აი მე როგორი ლაკისუნია ეს უკვე თითქმის მშრალია ეს ქალბატონიც ნახეთ ვიცა მეორე შუქითავათო
ეს ქალბატონიც შეხედეთ უკვე მშრალია არ ჩამოცურდეს მეგირად მოყარებია და რაღაცია და ამას ვერ ავაყირავებ იმიტომ რომ ის წვეთები არ წამოუვიდეს ლაკი რომელიც ულამაზესია და ერთი რაღაცა უნდა მეკითხა თქვენთვის თქვენი აზრით აი ეს საყურე რა მასალა არის და ესეც ამა ეს უყველაფერი მომჩი დავდექი და ვუყურებდი საყურეს რა გავუკეთო მეთქი ერთი ყველაფერი ესე ხო წასმულია კი რა გავუკეთო მეთქი საყურეთ რა და ბავშვები ჭამდნენ კამფეტს და ეყარა კამფეტის ქაღალდები იქვე ჩემს წინ და შეგინახო ვერცხლისფერი აქვს შევხედე ეს კამფეტის ქაღალდი დავაგორგალავე და მე ვფიქრე არ გამოდგება მეთქი იმიტომ რომ ცოტა ურჩი და ხმელი მასალა იყო მაგრამ მივხვდი რომ ვერცხლისფერი ძალიან მაგრად მოუხდებოდა და უცბად გამახსენდა რომ სახში მქონდა ფოლგა ეს ფოლგა აი ესე გავაკეთე ეს ცოტა მსხვილია და შემდეგ აი ეს და ვერცხლისფერი მოუხდა ძალიან მაგრად ამ ლაკს რას თვალი წერი აქვს ხა შერეული ეს გამხსნედი რის გამოც საკმაოდ ცოტა მეტად სწრაფად გაშრება ნახატები. ოღონდ ეფექტი იგივე ექნება პრიალა და რაღაც. ეხლა კი დაგემშვიდობებით მე და მამართა.